ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტკივნეული, ასე ვეტყოდი, დანიშნულოვანი თემა, რასაც მუშაობა არის ბუნებრივია. საჭირო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რეალურად ერთადერთი მნიშვნელოვანი სფერო, სადაც ქვეყანას აქვს უარყოფითი ტენდენციები. შობადობა, ქორწინება, განქორწინება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ვითარების შეცვლა. და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ არსებითად იმ პრობლემებს, რომლებსაც ჩვენ ვაწყდებით დემოგრაფიის სფეროში, უფრო მეტად შობადობა, ქორწინება, განქორწინების სფეროში, აქვს მსოფლმხედველობრივი მიზეზები და ნაკლებად სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები. და ამას ადასტურებს მათ შორის, როგორც უკვე თქვი, შობადობის სტატისტიკა, რომელზეც უკვე ვისაუბრე და კონკრეტული ციფრები მინდა წარმოგიდგინოთ, ამასთან დაკავშირებით, მცირე გადახვევა ინტერპელაციის სასტიკო შინაარსიდან. რაც შეეხება მესამე და შემდგომ შვილს. აქ გვაქვს ესეთი სტატისტიკური მონაცემები. 2012 წელს მესამე და შემდეგი შვილი იბადებოდა საქართველოში, დაიბადა 7850 2012 წელს. 2014 წელს გაიზარდა ეს მაჩვენებელი 2014 წლამდე და 2014 წელს დაიბადა 11014 ბავშვი, მესამე და შემდეგი შვილი. და ამის შემდეგ 2014 წლიდან ჩვენ ვინარჩუნებთ ამ გაზრდილ, მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებელს და უფრო მეტიც. რომ ავიღოთ 2024 წლის მონაცემები, 2014 წლის მონაცემებთან შედარებითაც არის გაზრდილი და 2024 წლის მაჩვენებელია 11457. ანუ კიდევ ერთხელ 2012 წელს მესამე და შემდეგი შვილი დაიბადა 7850, 2014 წლისთვის იყო მკვეთრი ზრდა, 11014 ბავშვამდე გაიზარდა და იმის მერე კიდევ გაიზარდა 11457 ბავშვამდე. ეს ნიშნავს რას, რომ კიდევ ერთხელ სოციალურ-ეკონომიკური მიზეზი ნაკლებად აქვს, ყველაზე მეტად თუ სადმე აისახებოდა სოციალურ-ეკონომიკური მიზეზები, შობადობაზე ესქნებოდა მესამე და შემდეგი ბავშვი და ბუნებრივი ეს მაჩვენებლები მიანიშნებს იმაზე, რომ მიზეზები არის არსებითად მსოფლმხედველობრივი. რაც შეეხება პირველი და მეორე შვილის სტატისტიკას, აქ არის ზუსტად ძალიან მძიმე ტენდენციები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კიდევ ერთხელ მსოფლმხედველობრივია მიზეზები, რაც დაკავშირებულია შობადობის შემცირებასთან. 2014 წელს საქართველოში დაიბადა 26355 ბავშვი. ან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ზრდა გვაქვს მესამე და შემდეგი შვილის შემთხვევაში, რაც შეეხება პირველ შვილს. 2014 წელს დაიბადა 26355 ბავშვი და 2024 წელს დაიბადა 14156 ბავშვი. არის კატასტროფული ტენდენცია, თითქმის განახევრებულია მაჩვენებელი პირველი შვილის შემთხვევაში. და მსგავსი მაჩვენებელი გვაქვს მეორე შვილის შემთხვევაში. 2014 წელს დაიბადა 23111 ბავშვი და 2024 წელს 13323 ბავშვი. ანუ წარმოიდგინეთ, უცნაურიც არის ეს სტატისტიკა, პირველი და მეორე შვილის შემთხვევაში არის თითქმის განახევრებული მაჩვენებლები, მაშინ როდესაც მესამე და შემდეგი შვილის შემთხვევაში მაჩვენებელი არის გაზრდილი. კიდევ ერთხელ ეს არის მძიმე მსოფლმხედველობრივი იდეოლოგიური პროცესების შედეგი, რისგანაც ჩვენ პრაქტიკულად მხოლოდ შარშან გავთავისუფლდით. შარშან მოახერხეთ ამ ყველაფრისგან გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ იყო უმძიმესი საგარეო ზეწოლა და მარტო რა დღირდა ის, ასე ვთქვათ, იმის გახსენება, რაც ჩვენ გამოვიარეთ ოჯახური ღირებულებების შესახებ და სრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ იყო შტურმი, საგარეო შტურმი და ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის შტურმი და დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც როგორც უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, დარბაზიდან გაიქცნენ. რადგან არ უნდათ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ერთი მხრივ ეშენოდათ გარებატრონების, მეორე მხრივ ეშენოდათ საზოგადოებრივი აზრის. ამიტომ გაიქცნენ დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ კიდევ ერთხელ, ტენდენციები არის შემაშფოთებელი. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, რომ უფრო სიღრმისეულად ვიმსჯელოთ დემოგრაფიის საკითხებთან დაკავშირებით, შობადობის საკითხებთან, ქორწინება-განქორწინების საკითხებთან დაკავშირებით და წამახალისებელ ზომებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება გაატაროს საქართველოს ხელისუფლებამ.